უსაფრთხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთ აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს წარდგენილი ორი მუხლიდან ერთ-ერთი მოეხსნა. მას ახლა ბრალი მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმაში ედება. კერძოდ საუბარია ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვის მუხლზე, რომელიც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა ამ ნაწილში სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა და არგუმენტად დაასახელა ის, რომ 260 მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს, ამნისტირებულია, რაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს პირს. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების მხარეც. გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ პროცესზე როგორც პროკურატურამ, ასევე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ოკმელაშვილმაც. ამის შემდეგ სასამართლო განხილვა გადაიდო. სხდომა 24 იანვარს განახდება მხარეთა რეპლიკებით, რის შემდეგაც სავარაუდოა, რომ მოსამართლე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. გიორგი ოკმელაშვილი 2024 წლის 13 მაისს დააკავეს გამოძიების ცნობით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე. ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები. ამ კონტექსტში რადგანაც ალექსანდრე ოხანაშვილზე მივედით, გააჩნია ესეთი რამ, რომ გიორგი ოკმელაშვილი სწრაფად გამომიდა ხალხის მასიდან, რომ ხელი დაარტყა და სწრაფად გავიდა. ვიდეო ჩააწერს, რომ თქვენ უყუროთ, ჩვენ ადრეს გავაჟღეროთ ეს ურთიერთსაწინააღმდეგო მისებულებები წარმოადგენთ. ალექსანდრე ოხანაშვილი თუ არის ის პიროვნება, ან ვიღაცა სხვა ის პიროვნება ზურგი დგას. და თუ ის გიორგი ოკმელაშვილია, რომელიც ხელს იქნევს და მე გადის ხალხის მასაში, ის უკვე გასულია და გასვლის შემდეგაც ეს ადამიანი არტყიალდება და ზურგით დაინახა. ეს განმავლობაში პოლიციელები იყვნენ თუ არა ისინი, ვინც ჩვენზე დაავადდნენ, მე არ ვიცი, ვინც პოლიციელი იყო, იცავდა წესრიგს და რიგს და ის ხალხი, ვინც ამ წესრიგს და რიგს აღვევდნენ, გადმოდიოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ შედარებით სუსტ, თავისთან შედარებით სუსტ დემონსტრანტებს. აქედან გამომდინარე გამოსდა განცდა, რომ უნდა დაუცვა ის ხალხი, ვინც არის ჩვენზე სუსტი. მთელი დღის განმავლობაში ხაზს დაარღვევდა შალომში ჩასული მიღბიანი ადამიანები, ჯგუფად მეუმართებოდნენ ჩვენსკენ და იწყებოდა ჩვენზე ფიზიკური ძალადობა. ისე უკან წავიდნენ, ვიღაც ჩვენ მას წაიყვანდნენ, ჩვენ მას დემონსტრაციას გულისხმობ, წაიყვანდნენ და შემდეგ იქ ათმევად უსწორდებოდნენ. და ამ ჯაჭვურში, ხელისყრაში ალბათ მოხდა ის ფაქტი, რასაც ქალბატონი ანა ეძახის მიპარვას ჩუნად, წყნარანში, ზიანანში და თავდასხმას. გიორგი ოკმელაშვილის ქმედება გამოიხატა იმაში, რომ ხალხის მასას მოულოდნელად გამოეყო, სწრაფად მივიდა ალექსანდრე ოხანაშვილთან და სახის მიდამოში დაარტყა იდაყვი და მაშინვე მყისიერად ისევ შეერია ხალხის მასას. და ამ ფაქტთან დაკავშირებით ალექსანდრე ოხანაშვილმა გაამარტა, რომ მიუხედავად ამისა დაინახა მისი პიროვნება.